გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნდა განვიხილოთ ეს ფლეშის არაჩვეულებრივი ფიგურა, მაგრამ სანამ გადავიდოდე უბრალოდ ჩვენს ყველაზე სწრაფ ადამიანზე მსოფლიოში, მინდა ვთქვა, რომ ეს ერთი კვირა, იმიტომ არ ვდებდით ვიდეოებს, რომ ვამზადებდით ანიმაციას, ვარსკვლავ რომებზე და რკინისკაცზე ანიმაციები, ანუ იგივე stop motion-ები დაიდება ერთ-ორ დღეში, თვალი ადევნეთ თუ ეს გაინტერესებთ. და subscribe-ით თუ subscriber-ი არ ხართ, ეს არხი დააგვილაიქეთ, გააზიარეთ თუ არ გეწარებათ თქვენთვის ადვილია, ჩვენთვის სასიამოვნო. მოდი კი ახლა დავიწყოთ ფლეშზე საუბარი, ჯერ მცირედ ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ. ელემენტარული ის რომ ფლეში არის DC Comics-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მისი დებიუტი შედგა 1956 წელს. ეს ფლეშის ფიგურა არის ბარი ალენის, ანუ არ არის ვოლი ვესტის, ან არ არის ბარტ ალენის. და არც ჯეი გერიკის, რა თქმა უნდა, ჯეი გერიკის საერთოდ სხვანაირი ფორმა ჰქონდა კომიქსებში. და ალბათ იცით, რომ ფლეშის ძირითადი ძალა არის სუპერ სიჩქარე, რომელიც მას საშუალებას აძლევს ირბინოს და იმოძრაოს დიდი სისწრაფით. ზეადამიანურ რეფლექსები გამოიყენოს და მოკლედ ამით დაამარცხოს მტერი. მოდი კი ახლა დავიწყოთ ამ ფლეშზე საუბარი, რადგანაც ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონ დააგუგლოთ და გაიგებთ. თუ რამე გაინტერესებთ. აი როგორც ხედავთ, ფლეშის ეს ფიგურა არ არის, რადგანაც არ აქვს არტიკულაცია და არის ზომით პატარა, მაგრამ აი არაფრით არ ჩამოვარდება არანაირ ფიგურას, ისეთი დეტალიზაცია, რომელიც აი ბევრ ფიგურას არ აქვს და ის რომ არტიკულაციის წერტილები არ არის, ანუ ის წერტილები, სადაც აი იხრება თქვათ ფიგურის ხელი ან ფეხი შეგვიძლია მოვუბრუნოთ, რადგანაც ეს წერტილები არ არის, ესე ვთქვათ, უფრო უკეთეს ხდის ამ ფიგურას, რადგანაც უფრო რეალისტურია და წააგავს ადამიანს, ხო? როგორც ხედავთ, მისი კოსტუმი დეტალიზირებულია, ზუსტად ისეთი, როგორც არის New 52-ში. შეგიძლიათ დააკვირდეთ აგერ კუნთებს, ერთი წუთით კამერას დავაყენებ. აი, შეგიძლიათ დააკვირდეთ კუნთებს, შეგიძლიათ დააკვირდეთ მის სახეს დაკავშირებით თვალები ცოტა რაღაცნაირად უცნაურად ახლა დანარჩენი ყველაფერი კარგად არის, ფეხსაცმელები და კამარი, რა თქმა უნდა, ელვის სახით და სიმბოლო, ლურჯი თვალები ბარი ალენის და მოკლედ, და ყველაფერი დანარჩენი. ამ ფიგურაზე უბრალოდ ბიუსტზე რა შეიძლება ვთქვათ, ეს ხეს ძალიან იაფი 25 ლარი. შეგიძლიათ შეიძინოთ კარფურში, კარფურის მესამე სართულზე არის მაღაზია სუპერი, სადაც ვიყიდე ეს. აი აგერ ქვემოთ ესეთი დასადგამი მოყვება, ანუ თითქოს მირბის ბარი ალენი, ისეთი ის არის და მიწა არის ცოტა გაბზარული. მოკლედ ყველანაირად კმაყოფილი ვარ მე პირადად ამ ფიგურით. ძალიან კარგი რაღაც არის, ანუ თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაასტობოთ და უფრო დეტალურად ნახოთ ყველაფერი. აი ესეთი ფლეშია. სწორედ რომ ესეთი და მოკლედ მე არ მაქვს უარყოფით მხარე არ აქვს ამ ბიუსტს. ის რომ ცოტა პატარა სიდიდით, თორე ისიც არაფერი დიდი, ვისაც გაინტერესებთ და გიყვართ ესეთი რაღაცები, შეგიძლიათ იყიდოთ და ჩამოდოთ თაროზე მშვენიერი მოსართავია. მოკლედ მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ყველანაირად კარგია ეს ფიგურა. ანუ იგივე კომპანიისგან, რომელმაც გააკეთა ეს ფიგურა, მაქვს მწვანე ფანარი, ასევე სუპერმენი, აკვამენი და დარკსაიდი და შემდეგ ვიდეოებს თუ დამიწერთ კომენტარებში, ამ გმირებზე გავაკეთებ და რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის ეს საინტერესო იქნება, თუ არა და ისევ ფიგურებზე, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, ეს კვირა გავაკეთოთ მარტო ამ ბიუსტების კვირად და მორჩა და იქ მე ანიმაციები დაიდება 1-2. მოკლედ დაგვიჭირეთ მხარი, ეს ცოტა მოკლე ვიდეო გამოვიდა, ეხლა რომ დიდი განსახილველი არც არაფერი არ არის. მოკლედ აი ესეთი ფლეში ყავს. მინუსები არ აქვს. აი აგერ ცოტა საღებავი არის, რაღაც უშნოდ დადებული, აი აქ შეცდომა არის, ფაბრიკულია, ანუ ეს არ არის, ანუ ყველას ესე არ ექნება, ეს აქვს მარტო ჩემს ესეთი დეფექტი, თორე ზოგადად სხვადასხვა, ანუ ყველას არ ექნება მოკლედ ეს დეფექტი, რომ მოკლედ ვთქვათ რა, ეს არის ფაბრიკული და რაღაც შეცდომა მოხდა და მე ავიღე ესეთი, თორე არ გეგონოთ რომ ყველას ესეთი რაღაც ექნება. მოკლედ შემდეგ ვიდეოს მე ალბათ გავაკეთებ ან დარკსაიდზე, ან აკვამენზე, ან მწვანე ფანარზე. თქვენ დაწერეთ ვიდეოს ქვემოთ კომენტარები, დალაიქეთ ეს, გაავრცელეთ, მოკლედ მეგობრებს უთხარით, ვისაც ესეთი რაღაცები აინტერესებს და დაგვიჭირეთ მხარი, რათა ბევრი subscriber-ი გყავდეს და უფრო მეტი ვიდეო გავაკეთოთ. მოკლედ ნახვამდის შემდეგ ვიდეომდე.